მოგესალმებით. Პირდაპირ ეთერში გიორგი თავდგირიძე, დავით გუნეშვილი, ვასილ გოგოლაძე არიან ჩვენთან ერთად. სამივე ჯგუფი ფარის წარმომადგენელი, სამივე მაღალჩინოსანი ყოფილი სამხედრო და სამივე აპირებს დღეს რუსთაველზე, რაც ძალიან მომწონს თვითონ ეს პრაქტიკა, დისკუსია გამართონ თემაზე, რომელიც ყველას ძალიან აწუხებს, რატომ არის ტყუილი მეორე ფრონტის გახსნა და რატომ ვერ გაიხსნა თავიდანვე ტყუილი, იმიტომ რომ მეორე ფრონტი არსად არ გახსნილა უკრაინის ომის პარალელურად, თუ სადმე უნდა გახსნილიყო მათ შორის მოლდოვაში, იმიტომ რომ მოლდოვამ გადადგა ძალიან ესეთი გაბედული ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით და იქ დნესტრისპირეთი იქ არის, რომელიც ადგილი, საიდანაც აფეთქება შეიძლება სიტუაციის მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ საზღვარი არ აქვს მოლდოვასთან, მაგრამ ყველანაირი, ასე ვთქვათ, ამის საშუალება აქვს, მით უმეტეს აქვს ძალიან ძლიერი ფესვები გადგმული და ამის გადატრიალების მცდელობა რუსეთს ჰქონდა და ვერ მოახერხა ამ არჩევნების საპრეზიდენტო არჩევნების დროს და საერთოდ ამ თემაზე დისკუსია უნდა დაიწყოს თუ არა. ეხლა ჩვენ მოვისმინეთ ზურაბ ფარჯიანის და დათო დარჩიაშვილის მოსაზრება, რომ კი, იმიტომ რომ თემას ვერსად ვერ დავემალებით, ყველას ეს აწუხებს და გიორგისაც და დავითსაც და ვასილსაც აქვს თავისი არგუმენტებით. გიორგით, მოდი დავიწყოთ თქვენგან, რატო გადაწყვიტეთ აი ეს სახალხო დისკუსია მოგეწყოთ რუსთაველზე, ჩვენს აგორაზე მოკლედ, რომ ეს მართლა ესე ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ეხა ჩვენი მთავარი სადგივარი, რა თქმა უნდა, არის ის პროტესტი, რომელიც წარსული არჩევნების გამო დაიწყო და შემდგომ ჩვენი ევროინტეგრაციის შეფერხების გამო, მაგრამ რეალობაში ჩვენ მთავარი ერთ-ერთი შეკითხვა არის თუ მივაღწევთ წარმატებას და აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას, პროტესტი აუცილებლად შედეგს გამოიღებს, მაგრამ გვასცილს თუ არა რუსეთი, რომ ჩვენ აქ გავუმკლავდეთ ხელისუფლებას, მოდი ესე გავამარტივოთ თემა. არის თუ არა იმის ხიფათი, რომ რაღაც მომენტში რუსეთი დაიწყებს საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას. ერთი როდესაც ექსპერტი გამოდის და უბრალოდ დასკვნას აკეთებს, ხო, აი ძალიან დიდი ნდობა უნდა ქონდეს ექსპერტს, რომ მისი დასკვნა რაღაცა ის მასობრივად მისაღები გახდეს. როგორც წესი, ამას ჭირდება ძლიერი ავტორიტეტიანი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები, რომელიც არწმუნებს ერს, რომ მან შეაფასა, მან შეისწავლა, მან იცის, მას აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ ამ ტიპის რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ რა კი ამის დეფიციტი გვაქვს, ამიტომ ჩვენ რაც გვაქვს ხელთ ამ ინსტრუმენტების გამოყენებით, უნდა შევქმნათ დისკუსიის ველი, სადაც თითოეული მოქალაქე ამ ინსტრუმენტებით აღჭურვილი თვითონ შეაფასებს ეს რისკი რამდენად რეალურია, ხო? ჩვენ პირველი რაც დღეს რაც საუბარი გვექნება ფართომასშტაბიან ომზე, ყველაზე დიდ გამოწვევა, რაც შეიძლება რუსეთისგან მივიღოთ. ანუ ფართომასშტაბიანი აგრესია, ომი, როდესაც ისინი შეეცდებიან საქართველოს დამოუკიდებლობა წაიღონ. და ამ შეფასების ახლა ინსტრუმენტები გვაქვს გარკვეულწილად ჩვენი ცოდნისა და გამოცდილებიდან გამომდინარე, იმიტომ თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც რატომღაც მოსახლეობამ არ იცის, არის ომის საფრთხის ამოცნობა, ხო? ანუ ეს მისი ერთ-ერთი ამოცანა და მას მთელი სამსახურები ყავს ანალიტიკური და ამით არის დაკავებული და ეს ინსტრუმენტები არის, ხო, ცნობილი როგორ შეაფასოს. არ არის ზოგადად საფრთხეების შეფასება კიდევ ცალკე თემაა და ტენდენციები საფრთხესთან მიმართებაში, არამედ კონკრეტულად, აი კონკრეტული დროის, კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ომი არის მოსალოდნელი თუ არა და რა მასშტაბის ომია მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ მარტივ რაღაცებს თავაზობთ, აი დასკვნას გეტყვით, იმის რომ რუსეთმა წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს საქართველოს წინააღმდეგ, ანუ გამარჯვებაზე გქონდეს პრეტენზია და რაც შეიძლება მოკლევადაში მოახერხოს ამ წარმატებული ოპერაციის განხორციელება, ჭირდება 60,000-იანი კონტინგენტი. და ჩვენ ვიწყებთ შეფასებას, მას აქვს საშუალება თუ არა 60,000-იანი კონტინგენტის შექმნის, გამოძებნის და საქართველოს წინააღმდეგ მისი გამოყენების. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი კონტენტია, კიდე არსებობს ბევრი პირობა, რომელიც თან უნდა ახდეს ამ 60,000-იან კონტინგენტს. ეს არის თქვა იგივე საჰაერო მხარდაჭერა, თქვა იგივე ლოგისტიკური მხარდაჭერა და გვაქვს მარტივი ციფრები, ხო? ნებისმიერ არმიას თავისივე დოქტრინით, რუსული დოქტრინით ჭირდება 100 საათი გაფრენა სამხედრო თვითმფრინავის იმისთვის, რომ ეს არმია იყოს ავიაციით მხარდაჭერილი, ხო? ამ დროს უკრაინაში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე უფრო
ნიშნულოვან მიმართულებაზე ეს გაფრენები 12-13 საათს არ აღემატება. იმიტომ კი არ უნდა, უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია, ხო? ჩვენ რატომღაც რაგი ძალიან ზოგად საუბრებს მივეჭვიეთ და სიღრმეში არ ჩავდივართ, გონია რომ თავარია ნება ქონდეს. აი პუტინი გაბრაზდა საქართველოზე და ამის ნება აქვს და ხვალ დაგვესხა თავს. მაგრამ ეს ხო ესე არ ხდება, ხო? ეს არის უზარმაზარი მანქანა, იმისთვის რომ ეს მანქანა ამუშავდეს, მას შიდა რაღაც დოქტრინალური ჩარჩოები და ნორმები აქვს, რომლის დაცვითაც ხდება ამ ყველაფრის ამუშავება, ხო? და ჩვენ ზუსტად ეს გვინდა დღეს გავანალიზოთ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სანამ უკრაინაში მიმდინარეობს საომარი მოქმედება, მანამდე შეუძლებელია, რომ პარალელურად რუსეთმა განახორციელოს ფართომასშტაბიანი, სრულმასშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. და ეს არის მთავარი გამოწვევა. ან და ჩვენ შეერაღებულ ძალებზეც გვექნება საუბარი და ამაზე ნაკლები უკვე 60, ანუ ფართომასშტაბიანზე თუ არ ვსაუბრობ, ამაზე ნაკლები გამოწვევის დაძლევის უნარი ჩვენ გვაქვს. ხო? ანუ რუსეთი წაგებულ ოპერაციას ხო არ დაიწყებს თუ ის 60,000-იან კონტინგენტს ვერ შეაგროვებს, აქ 1000 კაციანი კონტინგენტით ოცნების მხარდაჭერას არ განახორციელებს. კი ბატონო, დროუს გავთვალოთ, მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ პირველად. აი თქვენ დღეს რისი საუბარი გინდა, რას ფიქრობთ, რა არგუმენტების მოსმენა უნდათ ადამიანებს თქვენგან? პირველ რიგში მოგესალმებით. პირველად ვარ თქვენთან და იმედია კაი ფეხი მაქვს. მეც ძალიან დიდი გილოცავთ გავლილ დღესასწაულებს. აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის იმ საკითხში, რომ რასაც ინგლისური შეფასებით full scale invasion ქვია, შეუძლებელია რუსეთმა დღეს დაგეგმოს კიდევაც. და მე ჩემი ასე ვთქვათ გამოცდილებით შევეცდები თქვენი გამოცდილებაც უთხრათ ჩვენს მაყურებელს. ჩემი გამოცდილება არის რომ სხვადასხვა პერიოდში ვარ პოლკოვნიკი, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდი, მსახურობდი სხვადასხვა სამსახურებში, ვიყავი სახმელეთო ჯარების დაზვერვის უფროსი, ვიყავი სახელმწიფო სპეციალური კავშირების სააგენტოს შემქმნელი და პირველი საკმარისი ხელმძღვანელი ვიყავი და შესაბამისად, აი ჩემ სააგენტოში მაგალითად იყო სიტუაციური ცენტრი, პირველი სიტუაციური ცენტრი საქართველოში, რომელიც აი ასეთ შეფასებებს აკეთებდა ინფორმაციების დაყრდნობით. მე შევეცდები გავამყარო ბატონ გიორგის არგუმენტები, რომ 60,000 ანი კონტინგენტი გიორგიმ რო თქვა, აქ საუბარი არის 60,000 მებრძოლზე. სინამდვილეში იმ 60,000 მებრძოლს დაახლოებით 40,000 მხარდამჭერა ჭირდება ზურგის. ეს ტექნიკოსებიდან დაწყებული და მზარეულობით დამთავრებული. მომარაგება. ლოჯისტიკა, რომელიც სხვათა შორის აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ომში. აგრეთვე შეუძლებელია. აგრეთვე ჩვენ დღეს როდესაც საუბრობთ რუსეთი ბრძოლობს მხოლოდ ერთ ფრონტზე, მოდით მე სხვა კუთხით დაგანახოთ მაგ საკითხს. სინამდვილეში რუსეთი ორ ფრონტზე ბრძოლობს. იმიტომ რომ ერთი ფრონტი მაგათ აქვს, ასე ვთქვათ, დასავლეთის ფრონტი, რომელსაც აი ეს სტანდარტულად უკრაინის ან დასავლეთი მიმართულებით და უკრაინა მათ მეორე ფრონტი კურსკში აქვს გახსნილი. კი ბატონო. რომელსაც ხედავთ რომ რუსეთი არათუ საქართველოზე მეორე ფრონტზე ვერაფერს ვერ აკეთებს. შენიერი მადლობა სადაც ადგილიც აქვს, რესურსებიც აქვს, ზურგი მისია, ყველაფერი მისია. და მესამე რაც ძალიან არგუმენტი მაქვს, რაც ამ რუსეთი დაიწყებს სამხრეთ კავკასიაში თავის წამოყოფას, მას უძლიერესად ატკივდება ჩრდილო კავკასია. მერწმუნეთ ჩრდილო კავკასია ეს არ არის მაგათთან ამ ეტაპზე კი სიჩუმეს გავს, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ მე როგორც ვიცი, იმ ჩრდილო კავკასიაში ზუსტად ის პროცესები მიდის, რასაც აი მომენტს ელოდებიან. დუღილამდე მისული ტემპერატურა დუღილთან ახლოს არის. და რაწამს ჩრდილო კავკასიის ძალიან თავისუფლეს მოყვარე ხალხი დაინახავს, რომ რუსეთმა რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგა სამხრეთ კავკასიისკენ, ჩათვალეთ, რომ აი ზუსტად იმ ლოჯისტიკურ ხაზებს ისინი მიხედავენ ძალიან ადვილად და გემრიელად. კი ბატონო, აი თქვენ რას დაამატებდით დათო? მე დავამატებდი, რომ გარდა იმ ასე ვთქვათ მონაცემებისა, ფაქტობრივი მოცემულობებისა და არგუმენტებისა, რომელიც რეალურად ეხლა დღეს შეხვედრაზე წარმოჩინდება გაცილებით სიღრმისეულად, რაც მიგვიყვანს იმ და მიიყვანს საზოგადოებას იმ დასკვნამდე, რომ რეალურად ომის
შესაძლებლობა არის ძალიან დაბალი და თითქმის ნულოვანი. ჩვენ მინდა რომ თქვათ რომ ეს არის წმინდა პროპაგანდისტული მესიჯი, რომელთაც ხალხს აშინებენ და ამ მისთვის ძალიან სენსიტიური ინსტინქტურადაც, ანუ ინსტინქტურად ადამიანი პირველ რიგში თავის უსაფრთხოებაზე ფიქრობს. ეს არის მისი ევოლუციური ინსტინქტი და მეორე ის რომ ჩვენთვის არის ეს ძალიან ტრამვული გამოცდილება სულ ახალი 90-იანი წლები და 2008 წელი. ხო, ანუ აი მეორე ასპექტი არის სწორედ ეს, რომ ანუ ეს ასპექტი, ანუ ეს განზომილება დავანახოთ, რომ რეალურად რატო აკეთებენ ამას, რატომ არის ეს ასე ხელსაყრელი რეჟიმისთვის და განსაკუთრებით ახლა როდესაც აი უზურპატორების აი ამ მასში არიან, რა ქვია, სტატუსი შეიძინეს, რატომ არის მათთვის ესე ხელსაყრელი ეს ომის თემა, ხო? ანუ როგორ რატომ ცდილობენ ესე манипуლირებას. და თქვენ ახლა გაამახვილეთ ყურადღება, ხო, ემოციაზე და ანუ ამ ტრამბულ გამოცდილებაზე და ამას აქვს ასევე მართლობითი განზომილებაც. იმიტომ რეალურად ჩვენ ეს ფაქტობრივი მონაცემები, ხო, ანუ ყავს შეიარაღებული ძალები, სუსიც ყავს, მთელი რიგი ინსტრუმენტები და ესე რა ქვია, სტრუქტურები ყავს, რომლებიც რეალურად საზოგადოებას უნდა აწვდიდნენ, თუ ომი მართლა საშიშროება არის მაღალი და ასე შემდეგ, რატომ არის ეს ყველაფერი ნათელი უნდა იყოს. ახლა ჩვენ ქუჩაში არ უნდა გვიწევდეს სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა აქტიური წევრი პატაციკოლიას მაგალითად ადამიანების ინიციატივების ასე ვთქვათ მხარდამხარ ქუჩაში დგომა და პროტესტანტებთან ლაპარაკი არ უნდა გვიწევდეს. ეს ყველაფერი ნათელი უნდა იყოს და ძალიან დეტალური მსჯელობები უნდა მინდიოდეს, ხო? ანუ ეს სახელმწიფო ამ მხრივ უბრალოდ არ არსებობს. ეს პირველი რაც უნდა გავაგებინოთ, რომ ანუ ეს ძალა, ეს პოლიტიკური ძალა სახელმწიფოს ახშობს და სახელმწიფო ვერ გველაპარაკება ჩვენ ვერანაირი არგუმენტებით, რა? ხო, ეს ერთი ამბავი და მეორე ამბავი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესი არ არსებობს ასევე. აი ეს კიდე მეორე ამბავია, სადაც ძალიან დიდი ტკივილია ჩვენი საზოგადოების, რომ პოლიტიკური ველი, ანუ პოლიტიკური სპექტრი მთლიანობაში ვერ უზრუნველყოფს კომპეტენტურ რეაგირებას ამ პროპაგანდაზე და აგვიანებს ძალიან სერიოზულად, როგორც წინასაარჩევნო, ასევე პოსტ-არჩევნების პერიოდში. ძალიან სერიოზულად აგვიანებს. და რა თქმა უნდა, ახლა ანუ მედიის ამბავით შემოდის აქ და მედია რაღაცნაირად სულ რეაგირებაში არის, იმიტომ რომ ანუ დღის განმავლობაში ისეთი რაღაცეები ხდება და იმდენი რაღაცეები ხდება, ის წვრილ რაღაცეები, ხო? რომ ანუ მედიაც ვერ უბავს ამას ფეხს, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესის ფოკუსი სხვაგან არის რაღაცნაირად. რომ ამ პროპაგანდის დაძლევა სათანადოდ ვერ მოხდა, ხო? ვერც იმ ადამიანების ჩართულობით მოხდა, ვისაც რეალურად ეთქმის რაღაცა და მართლა კომპეტენცია გააჩნია და სიღრმისეული ცოდნა და ანალიზი შეუძლია წამოიღო. ანუ პოლიტიკური სპექტრის ფოკუსი სხვაგან არის. პოლიტიკურ თამაშებში არის. რაღაც ინტერპარტიულ, ინტერკოალიციურ რაღაცა თამაშებში არის. ანუ ეს საზოგადოება ამას გრძნობს. ამიტომაც არის ესეთი ძალიან დიდი შიმშილი. და ეს შიმშილი არის არა მხოლოდ აი ამ საპროტესტო ნაწილში საზოგადოების, რომელიც ახლა აი ამ უზურპატორ ხელისუფლებას ებრძვის. არამედ ეს შიმშილი ასევე არის, ანუ ასე ვთქვათ, არაპარტიულ აქტიურს გულისხმობ ახლა, მაგრამ ანუ ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ არსებულ რაღაცა მხარდამჭერთა, რაღაცა ოცნების მხარდამჭერებს, რომლებთა ემოციაზეც გადიან. იმიტომ რომ ჩვენს ემოციაზე ხა ქუჩაში ვინც დგას, იმათ ემოციაზე უკვე ვეღარ გადიან ესენი. ხო, ამათ უბრალოდ ჭირდებათ კარგი არგუმენტები და ჩვენ ვესწრებით დღეს ავხჭუროთ ისინი კარგი არგუმენტებით, რომ პროპაგანდას რო წააწყდებიან, ტროლი იქნება, ბოტი იქნება, ვიღაცა იქნება. აი ამ არგუმენტებით იყვნენ გაცილებული. აი მაგალითად აი ხა დავინახე, რომ არ ვიცი, ეს პროვოკატორი იყო შემოსული, არ ვიცი, არ იყო პროვოკატორი, უბრალოდ განსხვავებული მოსაზრების მქონე, ძლიერი პოზიციის, ძლიერი კი არა, დარძი დარწმუნებული იყო თავის თავში, ზუსტად ამ კითხვებს სვამდა იქ, ანუ შევესწარი და შევესწარი რუსთაველზე და იქ აქტიური პროტესტანტები მოკლედ ამ თემებს უხსნიდნენ და ეს ხო მე ვხვდები რომ ეს ძალიან საინტერესო ეს არგუმენტები, ანუ ის კი არა რომ მარტო თვითონ დაიჯერეს, არა მათ არგუმენტი ქონდეს. კი, ძლიერი არგუმენტი ქონდეს, რომ აი ამ დისკუსიაში თამამად შეძლოს შესვლა, იმიტომ რომ ფაქტობრივი მონაცემები ქონდეს და მას გაუჩნდეს საზომი სად როგორ გაზომოს თითოეული განცხადება. ეს ახლა იგივე დისფეიტის თემასაც ეხება, იმასაც ეხება, ანუ რაღაცა გაუგებარი მოცემულობები, ომის პარტია თუ ომი გინდა და ასე შემდეგ, როგორ გადაამოწმოს ეს ამბავი, რა მონაცემები ჭირდება, სად არის ეს ფაქტები, როგორ ეძებოდა. ეს მართლაც არ არის რაღაცა განსაკუთრებულად რთულად საკვლევი ფაქტები, რა. ხო? თუ მოინდომებს ადამიანი ამას გააკეთებს. ანუ ამ არგუმენტით თუ ხარ აღჭურვილი, გაცილებით ძლიერი ხარ. ასევე ის ოცნების მხარდამჭერი, რომელიც ანუ ასევე არფლობს ამ არგუმენტებს და უბრალოდ იჯერებს, ემოციაში შედის და ანუ ეს რაღაცა თავის ტყავზე განიცდის აი ამ ემოციას და ვეღარ გადი ირაციონალურ შიში შედის და შიში არის ძალიან რთული მოცემულობა, საბაზისო ემოცია ჩვენი. ანუ იქ იკეტება მე ამ ჩაკეტილ ემოციურ ციკლში. აი აქედან უნდა